და რაღა დაგვრჩენია თუ არა ის რომ სტუმრები მოვიწვიოთ ჩვენს ეთერში და ძალიან საინტერესო ადამიანები გვინდა წარვადგინოთ ჩვენი ტელემაყურებლების წინაშე მოკლედ დიდხანს არ გავაგრძელებ ძმები მუცუბიძეები და ბენდი ავიდა მადლობა მოგზაურელებს, მადლობა ბიჭებს რომ მობრძანდით. რომ ვიცოდეთ ახლა ბატა დიდი მადლობა რა თქმა უნდა მობრძანებისთვის და რომელია ნუცუბიძეები და რომელი ბენდი. ჩვენ ვართ ძმები ნუცუბიძეები. გიორგი და ოთო ნუცუბიძე. და თქვენ ბენდი. ბატონო. და ხო არა მეთქე ყველა ნუცუბიძეები მე მგონი არასრული შემადგენლობით ხართ ახლა წარმოადგენთ. რამდენი 6-ნი ვართ ბენდში. რამდენი ხანია რაც ასე შეიკარე? 2017 წლიდან შევიკრიბეთ, ოღონდ ჩვენ ძმები ერთად დავიწყეთ 2017 წლიდან და ეხლა ნენელა ბენდის სახით გვინდა რომ გავაკეთოთ და სადაურები ხართ ბიჭები? ჩვენ გვარი დასავლეთიდან გვაქვს. მაგრამ თლიანი საქართველო ვართ შეკრებილი ფაქტიურად ბენდში, ქართლი, რაჭა, კახეთი. აი აქედან უნდა დაგეწყო. კახეთი, ქართლი, რაჭა. რომელია ქართულ ორი გვაკლია, ორი წარმომადგენელი არ არის. ანუ ძმები ნუცუბიძეები არიან პლატო და კანდელაკი არ არის. რომელი არის კახელი? კახელი ირაკლი ნადაშვილი. ირაკლი, სადაური კახელი ხარ? წარმოშობით ვაქირი. ვაქირი. კი ბატონო, ვიცი ნაყოფი ვარ. უთავადო მხარეა. სიმღერა კაიციან ქიზიყელი. კი ბატონო. აჰა, ისეთი ბუმბერაზი ყავდა ქიზიყელი მომღერლები რომ ბუმბერაზები რომ რა ვიცი. მოკლედ უყურებთ ახლა ამ თქვენს ნამოღვაწარს ინტერნეტ სივრცეში და ერთო მოგხიბ ამ ამბავმა და რომ მოგვიყვით თქვენ შესახებ რა როგორ დაიწყო ეს ყველაფერი რა ხდება რა გეგმები გაქვთ ტრადიციულად როგორც იწყება 72 წელია მარტია რა გატყვევ აპრილია და გადავწყვიტეთ ახლობით ეგრე 2017 წლიდან როგორც მოგახსენეთ 2017 წელს დავიწყეთ და დღემდე საკუთარი სტუდია გვაქვს ხმის ჩამწერი ტექსტის და რაღაც ნაწილი ტექსტის და მუსიკის ავტორებიც ჩვენ ვართ აჰა არანჟირებებს ვაკეთებთ და ესე ვცდილობთ რომ განვითარდეთ და კონცერტები თუ გაქვთ? კონცერტებიც გვაქვს, კი, კონცერტებიც. ნელ-ნელა შეიყვარა მაყურებელმა. ხო, თქვენი რა ნახვებზეა საუბარი? მილიონებთან არის. ხო რა? მილიონობით ნახვები არის, კი ბატონო. კარგი, კარგია, ბევრი ნულიანი, ყველა საქმეში კარგია, ოღონდ წინ უნდა კონდეს 1, 2 და ასე შემდეგ. ნიკოლოზ, ერთი ყოლია ბენჩი მძინარა ადამიანი, რომელსაც რომელია ეს? ძილი რო უყარს. მძინარა ადამიანი ყოლია თუ რომელია მძინარა? აქ არ არის. მძინარა ადამიანი ყავს, რომელიც მე მგონი პირველი შემთხვევაა რომ სტუდიაში ზის. და არის რაჭველი, სხვათა შორის რაჭველი. ხედავ. სხვათა შორის გეტყობათ, იცით რომ გიყვართ ძილი. რაჭველი ვარ და სუაგვიანებ ხოლმე ყოველთვის. ხო არა, მე ვიცნობ რაჭველებს, რომელსაც ძილი არ ვღალატობ წარმომავლობას. როგორ ბრძანდებით? გურგენიძე. კი ბატონო. საოცარი კუთხე რაჭა. რომელ ხმას მღერის? ბანი. შეგენა ძილში ბანზებიც რაც გამოუწვა. ბანი ჯორის ხრინავს, როგორა? ბანთან ერთად ხრინავს ხოლმე. ხრინვით იწყება ბანი. ეს გადაცემა 10 საათზე არის. ხუნჩამაც და იმედია უყურებს საკუთარ. კი, აუცილებლად. ხო, დღეს საღამო. კარგი ისტორიებია, ეხა მე რაღაცეები რა თქმა უნდა მოვიკითხეთ მე და ნიკუშამ და ყვებას ეხება ეგ ისტორია ერთ-ერთ რესტორანში მიმყოფებოდი. ანუ თქვენ ყვებით ბიჭებიდან ყველაზე კარგად? მე გადამხდა ეგ ისტორია. არა, ზოგადად ვკითხულობ. კი ბატონო. ესე იგი ერთ-ერთ რესტორანში ვიყავი ხინკლის შესაკვეთად. უпростоრად გშიოდა რა, ანუ რა და ბენსთან უცუბიძეებს შეა. ბენსთან უცუბიძეებს გშიოდა. შეაუკეთეთ ხინკალი, მაგრამ ხინკალს შეაგვიანდებოდა. სადღაც 2 საათიო, ხა და 2 საათი ხინკალს ვერ დაველოდებოდით და ამიტომ სხვა რაღაცები მოიტანეს სუფრასთან, მაგრამ მომსახურე პერსონალი მოვიდა მერე და შეგვიძლიათ 15 წუთში მოგიტანოთ ხინკალიო. კი ბატონო, რა პრობლემაა და ეხა
რა შეიძლება სუფრასთან მოსულმა მომსახურე პერსონალმა გითხრას რომ გაგაოცოს ხინკლის მოტანის დროს. მოაქვს ხინკალი და ამბობს ესეთ სიტყვებს რომ ბოდიში თომ თლათ ისეთი კარგი ვერ გამოგვივიდაო როგორიც გვინდოდაო ერთი ძალი ჩაგვეშალაო იმასაც მე მოგართმევ და ხინკალს ვიზუალურად უყურებ გაყინული რაღაც მიცვალებული სფერი ადროს და ეხა უკვე მომერიდა და მეთქი მენეჯერიან რაღაც რომ ამას ვერ შევჭამთ რა ჩვენ ვერ მივირთმევთ. კი ბატონო მიგვიყვანეს მენეჯერთან და ქალბატონი იყო მენეჯერი და საუბარში ეუბნება ნიმტანს რომ რატო არ უთხარითო რომ დღეს მე ხინკლი არ ყავდაო ვინ გააკეთა მეთქი ეს ხინკალი ვინ მოამზადა ეს ხინკალი ნუ დღესო არ ყავდაო მე ხინკლიო და რატო არ უთხარითო რომ ვინ თბილისში ხდება ეს თბილისის ერთ-ერთ სხვათა შორის პრესტიჟულ რესტორანში კი კარგი, ნუ ვიტყვით მაინც ახლა ამას. მე ეს ისტორია ასე მთავრდება. მე მანქანით რო გამოვდიოდით, აი ის ეგრეთ წოდებული სტაიაში რო გამოყვას, კი ეცხო მქვილი ხელებზე, მაგრამ რას ვიმიგრებდით იმის მომზადებული თუ იქნებოდა. დაახლოებით ეგეთი ვიზუალის კონცერტიო თურქეთში რა ხდება? თურქეთში ერთ-ერთ გასტროლზე ვიყავით. თქვენ შეგიძლიათ დაიძინოთ, არა? თურქეთში ერთ-ერთ გასტროლზე ვიყავით კონცერტზე. სხვათა შორის ჩვენთან ერთად ბატონ ლაშა გლონტიც იყო. მოვიკითხოთ ლაშა. მოკითხა ჩვენგან ბატონ ლაშას დიდი სიყვარულით. ნუ ემზადებოდით, დაიწყო რეპეტიციები, რაღაც გავემზადეთ, დაიწყო კონცერტი. და პირველი გამოსვლა ჰქონდა თავისი რეპერტუარით ბატონ ლაშას. ავიდა სცენაზე პირველი სიმღერა შეასრულა, მეორე, მესამე სიმღერა შეასრულა და ერთ-ერთი სიმღერის შესრულების დროს მე ვეხმარებოდი, რომ იქ აპარატურასთან რაღაცებს ვასწორებდი რა და ანუ გვერდზე ვედექი ახლოშივე და ერთ-ერთი სიმღერის შესრულების დროს ტელეფონით შუა სცენაზე ამოდის ერთი ბატონი თან უკვე ეთყობა რომ დარეკილი აქვს სადღაცას და თვალით ესაუბრება არა რაღაცა დარეკილი აქვს და ვიღაცას ელაპარაკება შუა კონცერტზე თვალით გადახვია ესე ბატონ ლაშას ხელი სიმღერის დროს და ლაშას მიკროფონი უჭირავს და ესო ჩვენი ძმაო აბაო როგორ ახარო და ხელ ლაშასთან აქეთ ხელში მიკროფონი გამარჯობა აქედან ესალმება თან ვანიშნებთ რომ ჩადის სირცხვილი არაო კაცო უცხო კი არ არისო ჩვენიანიო შუა კონცერტზე ესეთი ისტორია გადახვდა და იმღერა გააგრძელა კი და მაგის მერე ჩვენ რო ავედით დავიწყეთ სიმღერა კიდე ერთი საოცრება მოხდა, მეორე თუ მესამე სიმღერის დროს ერთი ქალბატონი ამოდის. ესე ჩამიკუჭა ფული ჯუა სიმღერაში მიკუჭავს რაღაცა გარკვეულ თანხას. ამის მერე ვაგონი მიქრის და მიკარია. თურქეთში ხდება ეს ვაგონი შეგენაცან. კარგია, შენიერი. ფული თუ იყო კიდე არ დაეძებს ადამიანებს, ჩვენ ყავს ერთი მეგობარი და სალფეთქებს უკუჭავდა იმას ფაქტია. ატყუებდა, ხო? ხო, რა ეს შეიძლება ამ დრო დაუფარებს, ხა? ჯეკის ისტორიაა რაღაც კიდე. ჯეკის ისტორია. ჯეკი ჩანი. აჰა. მოკლედ სიტუაცია ესეთი იყო. ახლობელმა მთხოვა, რომ ერთ-ერთ კორპორატიულზე უნდა გამოსულიყო, უნდა ემღერა და გიტარაზე აკომპანიმენტი გამიკეთეო. ხო, დახმარება კი. ხო, დახმარება უნდა და რაღაცა თვითონაც ისეთ სიტუაციაში იყო ცოტა კი მერყეოდა წასულიყო თუ არა, ცოტა ისეთი ადამიანია, არა მყარი ხასიათის და რაღაცაი ცოტა ისეთი ტიპია და ნუ ახლა მოემზადა, წავიდა, იყიდა ფეხსაცმელები, რაღაცა შარვალი, მოკლედ, ნუ რაც ხონორარი უნდა აიღო, იქ იმაზე მეტი დახარჯა და წავედი ახლა გავყევი და უკვე ერთ სიმღერა შეასრულა. ხალხიც აღფრთოვანებულია, ახლა ვერ იტყვი რომ რაღაც ისეთი კაი სიტუაცია, ხო და მეორე სიმღერა შეასრულა და მესამეზე უკვე ვატყობ რომ ამას სახეზე სათვალეები ეკეთა მზის, ანუ იქ კორპორატიულზე რაღაც ვიზუალი ისე ქონდა, რაღაც სოლიდურად ისე გამოიყურებოდა რომ რაღაც თან ზედმეტათაც გადაპრანჭული იყო რა ესე რა და უცებ რა შუა სიმღერის დროს ჯეკი გამოვაძრო და წავიდა რა. ანუ მე მაყურებელთვის გასაგები რომ იყო შნური გამოაძრო გიტარიდან და წავიდა. შნური გამოაძრო და რაღაცები ჩაილაპარაკა იქ რა. არ ვიცი ჩაიბურთხულა. ხო, რაღაცები და რავი გამოჩდი, სად ახარ? არაფერი გვინდა შენგან რა, ეგეთი მომენტია. არის ცი სად არის? არ ვიცი, რა ვიცი. გამოჩდი. რა მაგარი ისტორია. იმატოვა ეს და იმედია თქვენც არ მიგვატოვეთ. თუ გვისმენს ახლა იმ კორპორატიულზე ვარ კიდენა. არც მე არაფერი მინდოდა იმისგან, არც იმ ხალხს, რა ვიცი და. აი ამერი არ გვინდა, ხო ხარ კარგად. ხო კარგად არის, უბრალოდ, რა ვიცი, აი ეს.
იმედია თქვენც არ მიგვატოვებთ და რამე სიმღერას. მითითებულ ტელეფონის ნომერზე. საოცარი ისტორია. გამოზრო წავიდა, ვის მერე ვეძებთ. ხო არ ვამღეროთ ნიკოლოს ჩვენი მეგობრები, კარგი ხალხი. ხო, რა ვიცი, ახლა გამოცდილება ისეთი თქვაგერ ჩვენმა მეგობრებმა, იმედია ისე არ მიგვატოვებთ ჩვენ შუა სიმღერაში და ბოლომდე იქნება ნამღერი, ხო? კარგი, ბიჭებო, მოკლედ წარმატებები, ჩვენ ყოველთვის გვაქვს ასეთი რამდენიმე გადაცემაში ერთხელ ასე დამწყებებს ხელს უწყობთ, რომ რაღაცნაირად რომელიც განსაკუთრებით სოციალურ ქსელში ძალიან გავარდება ხოლმე და აბურთი და ამოედანი ჩემო ძვირფასება თქვენ წარმატებები შემოქმედებითი ცხოვრებაში და გიტოვებთ სიმღერით, ესე იგი ძმები ნუცებიძეებს და ბენდს.